15 წლის წინ თბილისობა როგორც სახალხო დღესასწაული პირველად იზეიმეს და აქედან მოყოლებული ყოველი შემოდგომა ამ მთავარი ტრადიციის გარეშე არ გასულა. საქართველოს დედაქალაქისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს თბილისის საკრებულოში გაიხსნა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუნაფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი არიბაშვილმა, ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გია ალიბეგაშვილმა და დიპლომატიური კორპუსის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს თბილისობის დღესასწაული მიულოცეს და დედაქალაქის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მერმა კი საპატიო თბილისელის წოდებით 10-მდე საზოგადო მოღვაწე დააჯილდოვა. დიდება და მადლობა უყავს ყველაფრისათვის. უპირველეს ყოვლისა ჩვენ მადლობას ვწირავთ უყავს მისი დიდი წყალობისათვის. როცა ჩვენ დღესასწაულობთ თბილისობას, ჩვენ არ შეგვიძლია არ გავეხსენოთ ჩვენი დიდი წინაპრები ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი, ერეკლე და სხვანი, რომელნიც იღვწოდნენ საქართველოსთვის და თბილისისთვის და თბილისელებისთვის. როცა ჩვენ ვამბობთ ლაპარაკობთ თბილისობაზე, უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობაზე, ჩვენს პასუხისმგებლობაზე ხალხის წინაშე, გაჭირვებული ხალხის წინაშე, უმუშევრთა წინაშე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უმუშევარი ნაკლები იყოს საქართველოში და თბილისში. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და ღმერთმა ინებოს, რომ ქართველმა ხალხმა და თბილისელებმა იარონ წინ დაზლიონ ყველა იმ ძიმე წინააღმდეგობას, რომელიც ჩვენ გვხვდება და ჩვენი მომავალი ღვთისმადლით ნათელია და კურთხეულია. კურთხეული იყოს თბილისი, კურთხეული იყოს თბილისელები და სრულიად საქართველო. ამინ. დღეს ჩვენ დედაქალაქი მთელი ჩვენი ქვეყნის მასპინძელია და დღეს მთელი საქართველო ზეიმობს თბილისელებთან ერთად. ორი დღის განმავლობაში ჩვენ გავიხსენებთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. ამ დღეებში ქალაქს დაუბრუნდება მხოლოდ ძველი თბილისისთვის ჩვეული ხიბლი და ამავე დროს ჩვენ ვიზეიმებთ თანამედროვე თბილისთან ერთად. დედაქალაქს მიულოცავ ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს და აი როგორც დღეს ვნახეთ ამ შენობის განახლებული ვარიანტი, ესე მინდა მთელი ჩვენი დედაქალაქის ქუჩები, ახალი შენობები გაიხსნას და სიახლის და წინსვლის და პროგრესის სული იყოს თბილისში და მთელ საქართველოში ყოველთვის. კიდევ ერთხელ გილოცავ ყველა თბილისელს და საქართველოს ყველა მოქალაქეს ულოცავ დედაქალაქის დღესასწაულის დღეს თბილისობას. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დღევანდელ ისტორიაში. ძალიან ლამაზი დღე უნდა იყოს, არა მხოლოდ აქ შეხვედრა, არამედ შემდგომი შეხვედრებით, რომელიც თბილისის სხვადასხვა რაიონში გაიმართება. 19 საუკუნის ტრადიცია დღეს ამ ტირზე გაცოცხლდა. არაჩოღელები, კინტოები, ტრადიციული სუფრა და სადღეგრძელოები. თბილისობის დღესასწაულის მტკვარზე აღნიშნა კარგახანია ყოველწლიური მოვლენაა. დავით ნარმანიამ ლატვიის, ლიტვისა და სომხეთის წარმომადგენლებს ტირზე უმასპინძლა და ძველი თბილისის ისტორიები გაიხსნა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ტრადიციულ თბილისობას 30-ზე მეტი ჩვენი უცხოელი კოლეგა, პარტნიორი და სტუმარი ესწრება. მათ აინტერესებს რა თქმა უნდა ის ტრადიციები, რაც ჩვენ გვაქვს და რაც საუკუნეებით მოდის. მათთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მიიღონ კულტურულ გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა, მაგრამ ამავდროულად ჩვენ საქმიანი ურთიერთობები გვაქვს, ვაგრძელებთ ამას და კიდევ უფრო მეტად მათ განვითარებაზე
ზრუნავთ. ქართულ სამოში გამოწყობილი გოგოები და ბიჭები, მხიარული ბავშვები, უზარმაზარი საწნახელი, საოცრად გაფორმებული ხილისუფრები და უამრავი გასართო. ყველა ვინც დღეს თბილისის ძველებებში გაიზარდა, ამ მხიარულების თანაზიარი გახდა. ადამიანების სიმრავლით მაინც შარდენის ქუჩა და ბამბის რიგი გამოირჩეოდა. მთავარი მიზეზით ის საოცარი სანახაობა იყო, რასაც ხილის ფესტივალი ჰქვია. აქ შეკრებულნი ერთხმით აღიარებდნენ, რომ ნახვა მათ მოლოდინს გადააჭირა. ამაზე დიდი სიხარული რა უნდა იყოს, როცა მებაღეს შეუძლია თავისი ნაშრომი წარმოაჩინოს ლამაზად და კმაყოფილი დატოვოს თავის თანამოქალაქეები. ამდენი გახარებული სახე, ამდენი სიხარული, ეს ძალიან სასიამოვნოა, ამდენი მადლობა. მადლობა ყველას და ბარაქიანი შემოდგომა ვუსურვოთ ყველას. შარდენის ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის განწყობაზე დილიდანვე ახალგაზრდების მიერ შექმნილი მუსიკალური ჯგუფები ზრუნავდნენ. ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად დღეს თბილისის ძველებნებს ბევრი უცხოელი ზესტუმრა. მე კიევიდან ჩამოვედი და თბილისობის დღესასწაულზე პირველად ვარ. მინდა გითხრათ, რომ აღფრთოვანებული ვარ აქაურობით. დილიდან მუზეუმები და სხვადასხვა გამოფენა მოვინახულე. ახლა კი ხილის ფესტივალზე ვარ და ძალიან მომწონს აქაურობა. ღვინობისთვის ბოლო შაბათ-კვირას რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე ღვინის ქალაქი გაიხსნა. სხვადასხვა კომპანიამ დეგუსტაციისათვის საკუთარი ნაწარმი წარმოადგინა. ღონისძიებაში ტრადიციულად მეღვინეობა ხარებაც ჩაერთო. ღვინის მოყვარულებს კომპანიამ ციცქა, მწვანე, საფერავი კლასიკური, ქინძმარეული, ქვევრი, სოლიკაური და საფერავი შესთავაზა. მეღვინეობა ხარება წელსაც წარმოდგენილია თბილისობის დღესასწაულზე. წელს წარმოდგენილი გვაქვს 6 სახეობის ღვინა, 2 ქვევრის და 4 ევროპული, როგორც თეთრი, მშრალი, ასევე წითელი და ნახევრადკბილი ღვინოები. დღესვე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინგლისელი დიპლომატის, მთარგმნელისა და მოგზაურის ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერი გაიხსნა. ღონისძიებას აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ინგლისის ელჩი საქართველოში და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. როგორც ცნობილია, ოლივერ უორდროპი საქართველოში პირველად 1887 წელს ჩამოვიდა. მან ლონდონში ინგლისურ ენაზე წიგნი საქართველოს სამეფო გამოსცა, ხოლო მისმა და შოთა რუსთაველის მოხუცყაოსანი მშობლიურ ენაზე თარგმნა. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ აღნიშნავთ ძალიან დიდი მოღვაწეს, დიდი ბრიტანელი და ქართველი მოღვაწეს, ოლივერ უორდროპის დაბადებიდან 150 წლის თავს. და ჩვენ პარლამენტის წარმომადგენლები კიდევ უფრო მოხარული ვართ იმითი, რომ ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერი სწორედ ჩვენთან პარლამენტთან ასეთ სიახლოვეში მდებარეობს და ამისთვის მე დიდი მადლობა მოვახსენო საკრებულოს მერიას, ქალაქის ხელმძღვანელობას, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. თბილისობა 2014 ადგილობრივ მოსახლეობას და არა მხოლოდ მათ ხვალ ავტოშოუს, საბავშვო გასართობ ღონისძიებებს, ქართული რეცვისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენასა და სხვა უამრავ სანახაობას თავაზობს.